გამარჯობა. ალბათ ზედმეტი იქნება შეგახსენოთ, რომ დღევანდელი ვიდეოც, როგორც სხვა ვიდეოები, ძალიან საინტერესოა და ამიტომ გთხოვთ მას ბოლომდე უყუროთ. ალბათ ყველას გვაქვს ბავშვობიდან გამოყოლილი მოგონება, ღრმა ბავშვობიდან, რომელიც წესით არ უნდა გვახსოვდეს, მაგრამ ის იმდენად მკვეთრი და საინტერესო იყო, რომ ჩვენმა თავის ტვინის უჯრედებმა რაღაცა ნაწილმა შეინახა და შიგადაში ამოგვიტივტივებს ხოლმე. მე ასეთი რამდენიმე მაქვს ძალიან ღრმა ბავშვობიდან გამოყოლილი და ერთ-ერთი გახლავთ ის, რომელიც დღევანდელ თემას უკავშირდება. 7-8 წლის ვიყავი, მამა დისერტაციას იცავდა ხარკოვში და იქ იყო მთელი ოჯახი წასული, საგულშემატკივროდ, რა თქმა უნდა და მე დამტოვეს ნათესავებთან სოფელში. მე როგორც ასეთი სოფელი არ მქონია, იმიტომ რომ ბებია და ბაბუა ორივე მხრიდან ქალაქში ცხოვრობდნენ და სახლი არ მქონდა სოფელში და დამტოვეს დედის მხრიდან ბებიის ნათესავებთან სოფელ საჭილაოში. ეს გახლავთ აბაშასა და სამტრედიას შორის არის ეს პატარა სოფელი, არ ვიცი შეიძლება ეხლა დიდია და ერთი კვირით იქ გამოწესეს და ეს იყო ალბათ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ერთი კვირა, რატომ? იმიტომ რომ სახლი, რომელშიც მე ვცხოვრობდი, იყო სოფლის ბოლოში, აი სოფლის ბოლოს რო ეძახიან, ესეთი სოფლის ბოლო იყო და აქ იყო ავტობუსის გაჩერება. ავტობუსი საჭილაოდან და აი 1 მაისი იყო კიდე სოფელი, იყო სოფელი მარანი. იქიდან იკრიბებოდა ხალხი, აქ მოდიოდნენ და ამ ავტობუსზე ხდებოდნენ და მიდიოდნენ სამტრედიაში ან რა ვიცი სხვა რაღაც დიდ დასახლებაში, სადაც მათ სამუშაო ჰქონდათ და საღამოს ბრუნდებოდნენ. მაგრამ ყველაზე დიდი кайფი, შეიძლება ასე ითქვას, იყო ის, რომ ისინი მოდიოდნენ ამ ეზომდე ველოსიპედებით. ველოსიპედებს, მოგიხსენებათ, სამტრედია, აბაშა ეს ყველაზე ველოსიპედური რაიონებია საქართველოსი და ტოვებდნენ ჩვენს ეზოში. დაახლოებით 30-35 ველოსიპედი გროვდებოდა ხოლმე და საღამომდე, სადღაც 7 საათამდე ეს ველოსიპედები პრაქტიკულად ჩემი იყო. ყველა ზომის, ყველა ფორმის, ყველა ფირმის, რა ფირმა იყო მაშინ იყო უკრაინა, უკრაინები ძალიან კარგი იყო, ლასტაჩკა იყო, და რა ფირმა, აღარ მახსოვს, ყოველ შემთხვევაში სხვადასხვა ზომის, სხვადასხვა ფორმის ველოსიპედები და ამოსარჩევად მქონდა ხოლმე, ხო წარმოგიდგენთ, რამხელა ამბავია. მაგრამ ერთი დიდი მინუსი ჰქონდა ამ ეზოს, როგორც ყველა იმერული ეზო იყო, ულამაზესი, ძალიან დიდი, ყოველგვარი ნარგავების გარეშე, მხოლოდ ბალახი. ერთ-ერთ კუთხეში ეზოსი იყო, მარმარილოს კროშკას ეძახდნენ, ესე დამტრეული მარმარილოს, თეთრი მარმარილოს კენჭები იყო. და ამ კენჭებზე გადაფარებული იყო ტრიფოლიატას ტოტები. ტრიფოლიატა ეხლა დასავლეთ საქართველოს სამეგრელოში, იმერეთში, ვინც არის ნამყოფია ნაცხოვრები, კარგად მოეხსენება, ტრიფოლიატა გახლავთ ბუჩქი, არის ციტრუსოვანი, მაგრამ მისი ნაყოფი არ იჭმება. იგი ძალიან კარგი არის ლიმონის დასამყნობად. კარგი ძირი აქვს მას და მასზე დამყნობილი ლიმონი ძალიან კარგი გამოდის. და რაც თავარია, მას აქვს ძალიან დიდი ეკლები. ძალიან გრძელი და ბასრი ეკლები, ამიტომ ხშირად იყენებდნენ ხოლმე, ახლა არ ვიცი, ახლა უფრო ალბათ 3-4 მეტრიანი ბეტონის ღობეებია მოდაში, მაგრამ მაშინ ღობეებად იყენებდნენ. მაშინ ვერც ცხოველი გადიოდა, ვერც ადამიანი, იმიტომ ტოტები ეყარა ამ კროშკას ზემოდან, რადგან თქვა პირუტყვი არ მისულიყო, ორი ქათამი და არ დაესვარათ ეს თეთრი ქათქათა მარმარილო და ერთ-ერთი მოსახვევის დროს ვერ ჩავეტიე მოსახვევში და ჩავარდე აი მეკლებში. ეს იყო საშინელი ტკივილი, იმიტომ რომ 5-6 ეკალი თითქმის მთელი სიღრმით შემივიდა სხეულში, კიდევ კარგი რომ რაღაც ისეთ ადგილებში არ შესულა, სადაც შეიძლება და მათ დაეზიანებია შინაგანი ორგანოები და ამის მერე ეს დაახლოებით 5 დღის მერე მოხდა ეს ყველაფერი და ამიგრძელეს ველოსიპედზე დაჯდომა. ეს იყო ტრაგედია, რა თქმა უნდა. თქვენ მიხვდით რომ დღეს მე მექნება ველოსიპედებზე საუბარი. სანამ ძირითად თემას დავიწყებდეთ, მე ტრადიციისამებრ მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც აკომენტარებს, მოწონების ნიშანს სვამს, აზიარებს სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ჩემს ვიდეოებს და განსაკუთრებული მადლობა, რა თქმა უნდა, მათ, ვინც ფინანსურად ეხმარება არხს, ეს ძალიან საჭიროა, მით უმეტეს, როდესაც მე ახლა
ვაპირებ კომპიუტერის გამოცვლას, ჩემი კომპიუტერი საკმაოდ დაბერდა და იმ ხარისხის ვიდეოების მონტაჟი, რომელიც მე მინდა დავიწყო 4K ვიდეოების ამ კომპიუტერზე ძალიან უჭირს კომპიუტერს, ამიტომ მომიწევს ახალი MacBook-ის ყიდვა და თქვენი დახმარება, რა თქმა უნდა, ძალიან გამომადგება. დიდი მადლობა კვლავ მეგობრებო და ახლა განვაგრძოთ ძირითადი თემა. დიდი მადლობა კვლავ და განვაგრძოთ ჩვენი თემა. ზოგადად როცა ველოსიპედის სკამზე, ან უნაგირზე, რა ვიცი, როგორც გინდათ ისე დაარქვიჩდებით, თქვენ ხდებით 200 წლიანი ისტორიის თანამონაწილე, რომელიც დაიწყო ხის უხეში კონსტრუქციით და ულტრათანამედროვე მასალებით გაგრძელდა დღემდე, მაგრამ პრინციპი მისი არ შეცვლილა. ეს არის ერთმანეთის მიყოლებით განლაგებული ორი ბორბალი, რომელზეც ჯდომი ადამიანი იცავს წონასწორობას სისწრაფის დროს და გადაადგილდება საკუთარი კუნთების ძალით. ანუ ეს არ არის, დღეს მართალია არის ველოსიპედები, რომლებიც ძალიან პოპულარულია, რომლებიც უკვე აკუმულატორებზე მუშაობს და ეხმარება ადამიანს, როდესაც იგი დაიღლება, უკვე შეუძლია გადართოს და წავიდეს ელექტროძრავით. იტალიაში ყოფნისას ერთ-ერთ მუზეუმში მე გადავაწყდი რა გამოფენილი იყო ლეონარდოს ხელნაწერიდან ერთ-ერთი ფურცელი, რომელზეც ეხატა ბიციკლეტა, ანუ ველოსიპედი და იგი თარიღდებოდა 1491 წლით. ანუ ფაქტიურად 300 წლით ადრინდელი იყო იგი, ვიდრე მე ვიცოდი, რომ ოფიციალურად არის ველოსიპედი გამოგონებული. ამ ველოსიპედში აი თქვენ ხედავთ, არის ყველაფერი ის, რაც თანამედროვე ველოსიპედშიც არის, ეს არის ორი ბორბალი, ერთმანეთის მიყოლებით განლაგებული, არის სატერფულები, აი პედლები, რომლებიც შეერთებულია ხრახნთან, ხრახნზე არის ჯაჭვი, ჯაჭვით გადაეცემა სამოძრაო ეფექტი მეორე ხრახნს, რომელიც მიმაგრებული არის უკანა ბორბალზე და რა თქმა უნდა საჭე აქვს, უნაგირი აქვს და ფაქტიურად ეს არის ის ველოსიპედი, რომელსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ, ამ კონსტრუქციას ვიცნობთ და სხვას არანაირს, ხო? რა თქმა უნდა მე ასეთ აღმოჩენას არ დავტოვებდი უყურადღებოდ, როგორც კი დავბრუნდი სახლში, შევძვერი ინტერნეტში, დავიწყე ძებნა და აღმოჩნდა, რომ ეს ხელნაწერი, ეს ფურცელი უბრალოდ არის ეგრეთ წოდებული კოდიჩე ატლანტიკოდან. კოდიჩე ატლანტიკო გახლავთ ლეონარდოს მიერ შექმნილი სხვადასხვა საინჟინრო საბუნებისმეტყველო, ანატომიური და სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტების ნახაზების კრებული. ნახაზებს, რომლებსაც თან აქვს ახლავს ახსნები, განმარტებები და ასე შემდეგ. ეს კოდიჩე ატლანტიკო, როდესაც ლეონარდო გარდაიცვალა, გადაეცა მისი ანდერძის თანახმად მის საყვარელ მოსწავლეს ფრანჩესკო მალცის. მალციმ შეინახა ეს, კარგად ჰქონდა მას დაცული, მაგრამ როდესაც გარდაიცვალა, მას საკმაოდ ხეირო შვილი გამოადგა, გაანიავა ამ ბიჭმა მთელი ქონება მამამისის და მიადგა საბოლოოდ ლეონარდოს აი ამ ნაშრომს და ფურცელ გაყიდა. ფაქტიურად კოდიჩე ატლანტიკო დაიკარგა მანამ სანამ 1598 წელს იტალიელმა მოქანდაკემ და კოლექციონერმა პომპეო ლეონიმ არ დაიწყო ამ ფურცლების შესყიდვა. იგი მთელს იტალიაში დადიოდა, როგორც კარგი დეტექტივი, ესეთი კერძო დეტექტივი, პოულობდა ამ ფურცლებს, იძლეოდა ნებისმიერ თანხას, რასაც მოითხოვდა მფლობელი და ასე მან შეაგროვა 491 ფურცელი. ხო წარმოგიდგენთ, საოცარი სიმდიდრე. ეს ხელნაწერი ინახებოდა ერთ-ერთ მონასტერში. 1968 წელს მონასტრიდან გამოითხოვეს ხელნაწერი და დაიწყეს მისი რესტავრაცია. რესტავრაციისას მათ იპოვეს ასეთი უცნაური რამ, რომ ორი ფურცელი ერთმანეთთან იყო შეწეპებული საკმაოდ უხეშად, რამდენიმე კვირა დასჭირდათ რესტავრატორებს, რომ ეს ფურცლები ისე დაეშორებინათ, ეს გვერდები, უпроსოდ ორი ფურცლის გვერდები იყო ესე მიწეპებული, რომ ისინი რაღაცნაირად დაეცილებინათ ერთმანეთისგან ისე რომ არ დაზიანებულიყო შიგნით ნახატები, როგორც იქნა გახსნეს და
რატომ იყო ეს ფურცლები დამალული და ასე შეწებებული, იმიტომ რომ მასზე იყო პენისის ანატომია გამოხატული და აგებულება და როგორც ჩანს კი არა პომპეო ლეონიმ ჩათვალა რომ ეს ძალიან მკრეხელური რამ იყო, ავთვალს არ ენახებოდა და ადგა და მიაწეპა ეს ფურცლები ერთმანეთს. და სწორედ აი პენისის გამოსახულების ქვეშ აღმოჩნდა ბიჭიკლეტას კონსტრუქცია, რომელიც თავიდან ბოლომდე იყო ასეთი. არანაირი განსხვავება აი ამ ბიჭიკლეტასგან, ანუ ამ ველოსიპედისგან. იტალიელებმა თქვეს, რომ ჩვენმა თანამემამულემ მოიგონა ველოსიპედი, მთელი ისტორია ველოსიპედების შექმნის თავდაყირად გებოდა, იმიტომ რომ ისტორია აქამდე იყო აბსოლუტურად სხვანაირი და მოგახსენებთ როგორი. მაგრამ სანამ ამას მოგახსენებთ, მე მინდა გითხრათ, რომ ველოსიპედის ეს ნახაზი, რომ დიდხანს არ გამყოფოთ სიცრუეში, აღმოჩნდა ფალსიფიკაცია. ჭირდა სადღაცა 30 წელი რომ დაედგინათ, რომ ეს მართლაც ფალსიფიკაცია და არ არის ნამდვილი. ამ დროს რა დასადგენი იყო, როდესაც ნებისმიერი ველოსიპედისტი და კარგად დააკვირდით ველოსიპედისტებო ამ ნახატს, თქვენ აუცილებლად შეამჩნევთ თუ რა არის აქ არასწორად დახატული და რატომ არ შეუძლია მიუხედავად იმისა, რომ ნახატზე თითქმის ყველაფერი არის სწორად გამოსახული, ანუ თანამედროვე ველოსიპედი ხატია ფაქტიურად, ამ ველოსიპედს მაინც არ შეიძლება ვერ შეძლებს გადაადგილებას. მე ამაზე პასუხს ვიდეოს ბოლოს გეტყვით, მაგრამ თქვენ დაფიქრდით, კარგად შეხედეთ ამ ნახატს, გააჩერეთ, დააპაუზეთ გამოსახულება და ალბათ მიხვდებით, რატომ არ შეიძლება ეს ყოფილიყო ლეონარდოს ნახატი. მოკლედ იტალიელებს ძალიან უნდოდათ ნაწილს ახლაც ჯერა რომ მათი გამოგონილია მათი თანამემამულეს ველოსიპედი, მაგრამ ეს ისევე მეორე ასე არ არის და რატომ არის ასეთი აჟიოტაჟი ბოლოს და ბოლოს ველოსიპედია, ხო, სხვა ხო არაფერია, დიდი რამე. გამოიგონებიო თქვა ლეონარდოს. საქმე იმაშია, რომ გადაადგილების ამ საშუალებამ, როდესაც იგი გამოიგონეს, მართლა შეცვალა სამყარო. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მას კარგა ხანი დასჭირდა, რომ თავი დაემკვიდრებინა ჩვეულებრივ ადამიანებში. არის აბსოლუტურად განსხვავებული ნებისმიერი სხვა სატრანსპორტო საშუალებით სიარულისგან, იმიტომ რომ ველოსიპედზე შენ გძნობ რომ ხარ თავისუფალი ველოსიპედით, როდესაც მოძრაობ შენ შეგიძლია ნებისმიერ ადგილას გაჩერდე და ატკბე ხედებით, ისუნთქო ის სურნელი და შეიყნოსო ის სურნელი, რომელიც ჰაერში დგას, იგრძნო ის ნიავი, გაზაფხულის თუ შემოდგომის თუ ზაფხულის და დაინახო ის, რასაც მანქანიდან ვერ დაინახავ, გაჩერდე იქ, სადაც მანქანას უბრალოდ არ გააჩერებ. პარალელურად ველოსიპედით სიარული თქვენ ნებისმიერ ასაკში შეგიძლიათ, თუ მეტნაკლებად ჯანმრთელობა გიწყობთ ხელს, მაგრამ თუ ველოსიპედით ივლით, მერწმუნეთ რომ ღრმა სიბერემდე თქვენ სახსრები, კუნთები, გული, ნერვული სისტემა, ფილტვები, ყველაფერი გექნებათ ნორმაში და შეძლებთ. ბავშვები სანამ ფეხს აიდგამენ, მანამდე ველოსიპედებზე სხედან, მართალია ეს ისეთი ველოსიპედები არ არის, პედლებიანი, უპედლებო ველოსიპედია, რომელზეც გადაჯდებიან ხოლმე ჩაფხუტი ახურებ, ძალიან სასაცილო სანახავები არიან, ეს ფეხები დაწვევიან მიწას და მიგორავენ და ეს ძალიან კარგი არის სხვა შორის ვესტიბულარული აპარატის, წონასწორობის აპარატის განვითარებისთვის, ზოგადად მოტორიკის განვითარებისთვის, ორიენტაციისთვის სივრცეში, ბავშვის ტვინი ძალიან კარგად ვითარდება ამ დროს და არ არის საშიში თუ დაეცემა, თავარი არის ჩაფხუტი ეხუროს გერმანიაში და არა მხოლოდ გერმანიაში, ჩრდილოეთ ევროპაში ზოგადად ეს არის ძალიან პოპულარული გადაადგილების საშუალება, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ძალიან ბევრი ქვეყანა, დანია, შვედეთი, ჩრდილოეთ გერმანია, სამხრეთიც რა თქმა უნდა, ჰოლანდია საერთოდ სამეფო არის ველოსიპედების და ასე შემდეგ. ადამიანი ყოველთვის ეძებდა რომ რაღაც ალტერნატივა გამოეგონა ცხენის, ჯორის, ვირის, იმიტომ რომ მართალია ეს გადაადგილების კარგი საშუალებები იყო, მაგრამ ამ საშუალებებს ჭირდება ეს საშუალებები საჭიროებდნენ კვებას, მოვლას, მას ჭირდება ყველაფერი ის, რაც ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს და კიდევ ერთი არასასიამოვნო თვისება გააჩნიათ ამ ცხოველებს, ის რომ ისინი საკმაოდ ძვირიღირ და მაშინაც და ახლაც არ ღირსიაფი და მეორე ის რომ ისევე როგორც ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს ფეხების გაფშეკვა სჩვევიათ ხოლმე. ასეთი რამ რომ მოხდებოდა ფაქტიურად ოჯახში
ადამიანი რჩებოდა ტრანსპორტის გარეშე, ანუ ეს იგივე მანქანა იყო, მანქანა რო უცებ მომკვდარიყო და გადასაგდები გამხდარიყო, აი დაახლოებით იგივე იყო ცხენის ან ჯორის სიკვდილი და აქედან გამომდინარე სულ ცდილობდნენ ადამიანები რომ რაღაცა გამოეგონებიათ მათი ალტერნატივა. აღმოჩნდა რომ ასეთი მექანიზმის შექმნა, ანუ მექანიზმის რომელიც ივლიდა ადამიანის კუნთების და ადამიანის ენერგიის საშუალებით საკმაოდ რთული გამოდგა. 1696 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში მათემატიკური და ფიზიკური პროცესებით გართობა, ასე ერქვა ამ ნაშრომს, ფრანგმა მათემატიკოსმა ჟან აზანამმა დაწერა, რომ ვინმე ექიმი მუსიერი შარი, რომელიც ლაროშელში ცხოვრობდა, მან გამოიგონა ეტლი. ეტლი, რომელზეც არის სავარძელი დამაგრებული, აი დაახლოებით ასეთ შესახედაობის არის ის და მსახური ამ ეტლს პედლების საშუალებით გადაადგილებს. მუსიერი შარი ძალიან მისტიური ტიპი აღმოჩნდა, იმიტომ რომ ვერავინ იპოვა, ვერავინ მიაგნო პროტოტიპს ამ მექანიზმის და გააკეთეს რამდენიმე ადამიანმა, აი როგორც აღწერა ჟან აზანამმა, იმის მიხედვით გააკეთეს ასეთი კონსტრუქცია, რომელიც გამოდგა ძალიან მძიმე, სადღაც 50 კილომდე. ჭირდებოდა ზემოთ კი იჯდა კაცი, მაგრამ უკნიდან მიწოლა ჭირდებოდა, იყო ძალიან ხმაურიანი, ძალიან მძიმე, როგორც გითხარით და მისი სიჩქარე არ აღემატებოდა ჩვეულებრივი სიარული, ადამიანის ჩვეულებრივი სიარულის სიჩქარეს. აქედან გამომდინარე ასეთი მექანიზმი კიდეც თუ არსებობდა, რა თქმა უნდა, არაფრად არ ივარგებდა. ამ დროს ჩინეთსა და იაპონიაში არის რიქშები უკვე, რიქშა პრინციპში ხო ადამიანის ძალით გადაადგილებადი სატრანსპორტო საშუალება, მაგრამ ეს ის არ არის, რაც ჩვენ გვინდოდა. და აი სრულიად ახალი პრინციპულად, სრულიად ახალი მექანიზმი 1817 წელს შექმნა გერმანელმა გამომგონებელმა კარლ ფონ დრეზმა. ეს იყო რევოლუციური გამოგონება. მან საკუთარი კონსტრუქციის ლაუფმაშინე, ანუ გერმანულიდან რო ვთარგმნოთ, სასირბილო ან სირბილის მანქანა შექმნა. თვითონ ასე უწოდებდა და ეს თანამედროვე ველოსიპედების დიდი პაპა იყო. ნახატზე თქვენ ხედავთ, რომ ეს იყო ორბორბლიანი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც არა პედლების, არამედ ფეხების მიწაზე მიწოლის ძალით მოძრაობდა. ფაქტიურად ეს იყო უნაგირიანი თვითმრბოლი. სხვადასხვა დრეზი გახლდათ ბარონი, თუმცა იგი მეტყევედ მუშაობდა ბადენის ბრწყინვალე ჰერცოგის კარზე. 1816 წელს რაც მოხდა, მე ამ ვიდეოში მაქვს აღწერილი და ვისაც არ გაქვთ ნანახი, აუცილებლად ნახეთ, ძალიან საინტერესო ვიდეოა, ძალიან ჭკუის სასწავლებელი და პარალელურად თქვენ გაიგებთ თუ როგორი მონსტრები და საინტერესო ამბები შობელი იყო ეს წელი და რამ გამოიწვია წელი, რომელსაც ეძახიან წელს ზაფხულის გარეშე. ზამთარიდან პირდაპირ ზამთარში გადავიდა და ამან გამოიწვია ის, რომ მთელი ევროპის მასშტაბით, აზიაშიც იგივე მოხდა, მაგრამ ჩვენ ევროპა გვაინტერესებს, მთელი ევროპის მასშტაბით განადგურდა მოსავალი. ვერც ერთი გრამი მარცვლეული, პოსტნეული ხილი ვერ აიღეს ფერმერებმა, გლეხებმა და დაიწყო შიმშილი. შიმშილის დროს ახლა ქერს და ხორბალს ვინაჭმევდა ცხენებს და ვირებს და ჯორებს, რა თქმა უნდა, ეს ცხოველები სანამ თავისი შიმშილით დაიხოცებოდნენ, დაკლეს, მათ ხორცს იყენებდნენ საკვებად, რომ შიმშილით არ დახოცილიყვნენ და ფაქტიურად საკუთარი მანქანები შეჭამა ხალხმა. ანუ სატრანსპორტო საშუალებები და სწორედ დრეზის მიერ გამოგონილი მანქანა ლაუფმაშინე გახლდათ გამოძახილი 1816 წლის უზაფხულო წლისა. კონსტრუქცია იწონიდა 22 კილოგრამამდე, მაგრამ სამაგიეროდ იგი არ ითხოვდა საკვებს და არ საჭიროებდა მოვლას. ერთი ძალიან დიდი მინუსი ჰქონდა, კარგი გაქანების შემთხვევაში თუ გამოქანდებოდა კარგად ადამიანი, დამუხრუჭება უჭირდა და ხშირი იყო, რა თქმა უნდა, ტრავმები. მიუხედავად ესეთი პრიმიტიული შესახედაობისა, სარბენი მანქანა ტექნიკური გარღვევა იყო, იმიტომ რომ პირველად გამოიგონეს ტრანსპორტი, რომელიც არა 4 ბორბლიანი იყო, არამედ
ორბორბლიანი და ეს ბორბლები იყო ესეთნაირად განლაგებული. რიქშაში მოგეხსენებათ ეს ორი ბორბალია, ეგ არის ურიკასავით არის. ურიკა რიქშა ფაქტიურად. ურიკა, რომელშიც ზის ადამიანი და მეორე ადამიანს მიყავს იგი. ის რომ თქვა აი ესეთი ბორბლებით შესაძლებელი იქნებოდა წონასწორობის დაცვა და არ გადმოვარდნა ასეთი კონსტრუქციიდან, სწორედ პირველად დრეზმა დაადგინა და როდესაც ეს ლაუფმაშინა გაქანდებოდა, შეგეძლო ფეხები აგეწია და საჭის საშუალებით დაგეცვა წონასწორობა. 1818 წელს, ანუ გამოგონებიდან ერთი წლის თავზე დაარქვეს ლათინური სახელი ველოსიპედი, რაც ნიშნავს სწრაფ ფეხებს. შეიძლება იცით, ეს პოპულარული დინოზავრია, ველოცირაპტორი და ველოცირაპტორების თვის რა იყო დამახასიათებელი, სხვა ძალიან ჭკვიანი დინოზავრები იყვნენ, მათ კარგად განვითარებული თავის ტვინი ჰქონდათ, კარგად განვითარებული მხედველობა, ასეთ სტერეო მხედველობა ჰქონდათ, განსხვავებით ბევრი სხვა დინოზავრისგან, რომლებსაც თვალები არ ჰქონდათ ეს განლაგებული. ველოცირაპტორები ძალიან სწრაფად დარბოდნენ, დიდი ზომის არ იყვნენ, გონიერი მძარცველები და ასეც ქვია ველოცირაპტორ არის და სწრაფი ძარცველი, სწრაფი ქურდს ნიშნავს ველოცირაპტორი. კვერცხებს იპარავდნენ, რაც თავარია, კვერცხი საკმაოდ კალორიული საკვებია. მე უნდა შეგვირდით დიდი ხნის წინ რომ პალეონტოლოგიაზე გავაკეთებდი სერიას გადაცემების, მაგრამ რაღაც ვერ მიუბრუნდი ვერაფრით, მაგაც ჩემი პროფესია და ოდესმე აუცილებლად გავაკეთებ რამდენიმე გადაცემას პალეონტოლოგიაზე. ძალიან საინტერესო რამ არის. მაგრამ დავუბრუნდეთ ჩვენს თემას. ფრანგებმა სხვათაშორისაც გერმანული გამოგონება არ მიიღეს კარგად და ფრანგულ პრესაში იბეჭდებოდა კარიკატურები ლაუფმაშინაზე, რომ ვითომ აი შეხედეთ, როგორ შეიძლება ადამიანი, ნორმალური ადამიანი ასეთ რაღაცაზე იჯდეს და გადაადგილდებოდეს. მაგრამ ბრიტანელები, რომლებიც იქიდან თავიანთი კუნძულებიდან აკვირდებიან ხოლმე ევროპას და თუ კი რამეს კარგს დაინახავენ, მომენტალურად გადააქვთ. აქ გამოჩნდა ასეთი ლონდონელი დენის ჯონსონი, საკმაოდ მარიფათიანი საქმოსანი კაცი, რომელმაც დაიწყო ძებნა დღეს ჰქონდა თუ არა პატენტი ამ მანქანაზე. აღმოჩნდა, რომ დღეს პატენტი არ აქვს. და ამიტომ ჯონსონმა დაიწყო ველოსიპედების გამოშვება. მაგრამ მან დახვეწა კონსტრუქცია, აი ხედავთ თქვენ ჯონსონის კონსტრუქციას, აქ არის უნაგირი, ქვემოთ არის დაწეული, იმიტომ რომ ჩარჩო ცოტა დაბლა არის, ამან გაზარდა ფეხების მიწოლის ძალა, ასევე ხე მან შეცვალა რკინით, პარალელურად გააკეთა საკმაოდ მოხერხებული სკამი და მკერდის მისაღრდნობი. მკერდით ეყნობოდი აი ამ კონსტრუქციას და ფეხების ძალით უკვე საკმაოდ დიდ სიჩქარეს ავითარებდი, დაახლოებით 20-დან 22 კილომეტრამდე საათში. თანამედროვე ველოსიპედზეც საკმაოდ მაღალი სიჩქარეა. ამ კონსტრუქციას ინგლისელებმა შეარქვეს ჰობი ჰორსი და ჰობი ჰორსი მოგეხსენებათ, ეს არის ჯოხზე წამოწნული ცხენის თავი, იმას გადააჯდებოდი ხოლმე და ვითომ ცხენი იყო, მოკლედ დაქრობდი წინ და უკან და სხვა შორის ჰობი ჰორსინგი ბოლო წლებია გახდა საკმაოდ პოპულარული დასავლეთის და აღმოსავლეთის ქვეყნებში და ეს დასრული მამაკაცები და ქალები ამ ჯოხებს გადააჯდებიან და ისეთივე ილეთებს აკეთებენ, როგორცაც ცხენები აკეთებენ ხოლმე რაღაც იქ წინაღობებს ახტებიან, წყლიან ორმოებს ახტებიან, მოკლედ იქცევიან ისე თითქოს ცხენზე სხედანა. ეგ კიდე კვადრობერები გამოჩნდნენ, ის კიდე ცალკე საგიჟეთია, მოკლედ დავბრუნდეთ ჩვენს თემაზე. ისე ჯონსონი საკმაოდ კარგი მარკეტოლოგი აღმოჩნდა, იგი უშვებდა ერთი ფორმის და ერთი ზომის ველოსიპედებს კი არა. მან შეხედა ეხლა ზოგიერთი დაბალია, ზოგიერთი მაღალია, ქალები არიან, აქ ბავშვები არიან. და დაიწყო სხვადასხვა ზომის კონსტრუქციების გამოშვება. მაგალითად, მან პირველმა გააკეთა ის, რომ ქალების ველოსიპედს, ქალებისთვის განკუთვნილ ველოსიპედს, აი ეს ჩარჩოს ეს ნაწილი, ასეთი კი არ გაუკეთა, დააქანა ქვემოთ. რატომ? იმიტომ რომ ამაზე გადაჯდომისას ქალებს უხერხულობა ექნებოდათ კაბიდან გამომდინარე და როდესაც ეს ქვემოთ არის დაწეული, უბრალოდ გადააჯდება და უფრო ადვილად მიდის და სხვა შორის დღემდე
ეს ამ ტიპის კონსტრუქცია დღემდე არის შენარჩუნებული და ასე შეგიძლიათ გაარჩიოთ ქალებისა და მამაკაცების ველოსიპედები. მანვე ველოსიპედების მკვეთრად შეღება დაიწყო, მანვე გამოიგონა საკმაოდ მოხერხებული სკამები ქალებისთვის და კაცებისთვის განსხვავებული, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ჩვენ განსხვავებული ანატომია გვაქვს იმ ადგილით რომლითაც ვიჯდებით ველოსიპედზე. ერთადერთი მინუსი ამ ველოსიპედების იყო ის, რომ ისინი იყვნენ მთლიანად რკინის, 25 კილოგრამამდე იწონიდნენ. ჯონსონმა შექმნა საველოსიპედო სკოლა, რომელშიც იგი ქალებს და მამაკაცებს და ბავშვებს ასწავლიდა ველოსიპედის ტარებას და საკმაოდ კარგად წაუვიდა საქმე. ორბორბალზე წონასწორობის დაცვა არც თუ ისე ადვილია თუ ველოსიპედს სიჩქარე არ აქვს აღებული. და როგორც გითხარით უკვე მისი დამუხრუჭება იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ მუხრუჭები არ იყო გამოგონილი, ძალიან რთული იყო და ამიტომ დაღმართზე დაშვება ზოგჯერ ძალიან ცუდად მთავრდებოდა ხოლმე, ისევე ცუდად, როგორც მე დამიმთავრდა, ასევე საკმაოდ ღრმა ბავშვობაში, ახლობით 12-13 წლის ვიყავი, ვისვენებდით კრასნაია პალიანა იყო ესეთი ადგილი, არის ახლაც, რუსებმა შუაშორის იქ ჩაატარეს ზამთრის ოლიმპიადა, ეს არის ჩრდილოეთ კავკასიაშია, სოჭიდან ადიხართ ზემოთ და ძალიან ლამაზი ადგილებია, საოცრად ლამაზი ბუნება და რატომღაც 3 თუ 4 დღე იქ გავატარეთ ოჯახმა და ამ 3 დღეში მე მოვახერხე ადგილობრივ ბიჭებს გამოვართვი ველოსიპედი, რომელსაც აღმოჩნდა რომ არ ქონდა მუხრუჭები და დავეშვი თავდაღმართზე. არ ვიცი რა სიჩქარე განვავითარე, იმიტომ რომ როდესაც ხევში გადავარდი საბოლოოდ ვერ დავამუხრუჭე რა თქმა უნდა, კარგა ხანს ვიფრინე. აი ეს ფრენა კარგად მახსოვს, მაგრამ არც ახლა გამოვირჩევი დიდი წონით და მაშინ საერთოდ ბუმპულის წონა ვიყავი, ამან გადამარჩინა. ერთადერთი დიდი ნაკაწრი მქონდა მუხლზე. არც მოტეხილობა, არც ნაღრძობი, არაფერი აბსოლუტურად კარგად გადავრჩი, მოკლედ. ეს იყო, აი სწორედ ფაქტიურად ეს იყო ჯონსონის მანქანა, რომელსაც ფორბლები, უпростоრად მუხრუჭი არ უმუშავებდა. და აი ესეთი თავგადასავალი მქონდა, თუმცა ამას არ უმოქმედია ჩემზე ველოსიპედი მაინც მიყვარდა. არანაკლებ მნიშვნელოვანი მინუსი გახლდათ ის, რომ ასეთი გადაადგილებისას, ანუ ფეხებით ესე მიწოლისას ახდებოდა. ფეხსაცმელები წვდებოდა. და მაშინ 19 საუკუნის დასაწყისია, მაინც და მაინც ასე ვერ გამოიცვლიდი ფეხსაცმელი არ იყიდებოდა და არ იწარმოებოდა იმ რაოდენობით, როგორიცაც ახლა იწარმოება. იგი იკერებოდა ტყავისგან და საკმაოდ ძვირი ღირდა. და ჯონსონი აქაც გენიოსი გამოდგა, მან სპეციალურად ველოსიპედისტებისთვის გამოუშვა ფეხსაცმელზე ჩამოსაცმელი რკინის ფირფიტები, რომლებიც ფეხსაცმლის ლანჩებს იცავდა დაზიანებისგან და გაცვეთისგან. ფრანგები კვლავ რატომღაც არ იღებენ ველოსიპედს და პიჟონების ცხენს ეძახიან მას. ველოსიპედის შავპიარში ჩაერთენ ასევე ფეხით მოსიარულეები და რატომ? იმიტომ რომ ველოსიპედისტები ცდილობდნენ ევლოთ ტროტუარზე. მოგეხსენებათ იმ დროს ქვაფენილით იყო დაფარული სავალი ნაწილი და იქ ეტლები მოძრაობდნენ, ხოლო ველოსიპედით ასეთ ადგილას მოძრაობა ძალიან გართულებული იყო პირველ რიგში, იმიტომ რომ საშიში იყო ეტლის ქვეშ არ აღმოჩენილიყავი და მეორე იმიტომ რომ არ იყო გამორიცხული წელი დაგემტრია და ამოვარდნილიყავი ყველა სახსრიდან, იმიტომ რომ ქვაფენილზე სიარული დღევანდელი ველოსიპედებითაც კი, რომელსაც პნევმატური ბორბალი აქვს, ამორტიზატორები აქვს, მაინც არ არის სასიამოვნო. ამიტომ მართალია ასფალტი მაშინ არ იყო, არც ტროტუარზე, მაგრამ ტროტუარი იყო დატკეპნილი მიწისგან გაკეთებული და ამიტომ ცდილობდნენ ხოლმე ველოსიპედისტები იქ ევლოთ. და რა თქმა უნდა, იქ სადაც ბევრი ადამიანი დადიოდა, იქ ველოსიპედი და ფეხით მოსიარულეების კონფლიქტი გარდაუვალი იქნებოდა. ამიტომ ნიუ-იორკში, ფილადელფიაში და ლონდონში აიკრძალა ველოსიპედებით სიარული. სხვა ქალაქებში თავისუფლად შეეძლოთ.
კარლ დრეზმა კიდევ სხვა რაღაცები გამოიგონა, სხვათა შორის ძალიან კარგი ინჟინერი, კარგი გამომგონებელი იყო იგი, მაგრამ მაინც ისე მოხდა, რომ 1851 წელს იგი მივიწყებული, ნახევრად მშიერი გარდაიცვალა და ძალიან საინტერესო ფაქტია ერთი, რომ მისგან რამდენიმე სახლით გვერდით 7 წლის კიდევ ერთი კარლი ცხოვრობდა. კარლ ფრიდრიხ ბენცი. ჩვენ მას კიდე დაუბრუნდებით. თუმცა ველოსიპედი მკვდრად ჩაითვალა დიდი ქალაქებისთვის, მაინც ხმები მისი გარდაცვალების შესახებ ნაადრევი და გადაჭარბებული აღმოჩნდა და ევროპაშიც და ამერიკაშიც ინჟინრები ცდილობენ, რომ რაღაცნაირად დახვეწონ ეს კონსტრუქცია, მიიყვანონ იმ დონემდე, რომ ადამიანებისთვის, ჩვეულებრივი ადამიანებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდეს. და ლავ-მაშინი, ანუ სირბილის მანქანა ერთმა გამოგონებამ გამოაცოცხლა. ფრანგმა მჭედელმა პიერ მიშომ 1867 წელს წინა ბორბალზე მრუდმხარათი, კონსტრუქციული ნაწილი არის, სატერფულები, ანუ პედლები დაამაგრა აი აქ. და ეს იყო სენსაცია. აწვებოდი პედლებს, აი წარმოიდგინეთ ეს პედლები რომ აქ იყოს, აწვებოდი პედლებს და წინა ბორბლის საშუალებით იწყებდი მოძრაობას. ანუ მატარებელი ბორბალი გახლდათ წინა ბორბალი. და დაიწყეს ამ ველოსიპედების წარმოება, ძალიან პოპულარული გახდა. უკვე საკმაოდ დიდ სიჩქარეს ავითარებდა ველოსიპედი, ნაკლებად საშიში იყო იმ ხრივ რომ ველოსიპედი გაგექცეოდათ, იმიტომ რომ პედლების საშუალებით არეგულირებდით მის სისწრაფეს და უკან დატრიალებით შეგეძლოთ გაგეჩერებინათ. და სწორედ ამ გამოგონებამ გამოაცოცხლა სული შთაბერა მეორეჯერ ველოსიპედის სიცოცხლეს, მაგრამ ასეთი ტიპის ველოსიპედს ჰქონდა ერთი ძალიან დიდი მინუსი. მასზე დაჯდომა მოითხოვდა დიდ მოხერხებას. კონსტრუქციიდან გამომდინარე, იგი ჯერ უნდა გაგექანებია, ანუ მოგეკიდებინა ხელები საჭისთვის, გაგექანებინა, როდესაც იგი უკვე სტაბილურ მდგომარეობას მიიღებ და ზედ უნდა შემხდარიყავი. აი შეხტომის მომენტი იყო ყველაზე რთული და შემდეგ პედლებისთვის ფეხების დამიზნება, იმიტომ რომ პედლები ხო ტრიალებს ბორბალთან ერთად. და ამ დროს ბევრი იმტრევდა ხოლმე ცხვირპირს, ანუ ვარდებოდა ველოსიპედიდან და ამიტომ მიშომ გახსნა ისევე როგორც ჯონსონმა საველოსიპედო სკოლები, სადაც ასწავლიდა ველოსიპედზე დაჯდომას. მე უკვე დარება უკვე აღარ იყო იმდენად რთული და მიშოს ველოსიპედები საკმაოდ ძვირი ყირდა 250 ფრანკი და 250 ფრანკი იყო ესეთი საშუალო ხელის ჩინოვნიკის დაახლოებით 2 თვის ხელფასი. საკმაოდ ძვირიანი ფუფუნების საგანი იყო. საფრანგეთიდან ველომანია გერმანიას და ინგლისს მოედო, იქედან ამერიკაში გადავიდა და ფრანგული პრესა იუწყებოდა, რომ ველოსიპედისტები ადვილად ეწევიანო ქურდბაცაცებს და პოლიციის მოსვლამდეო გმირულად აუვნებელყოფებენ მათო და ნიუ-იორკის პოლიცია ნაწილი პოლიციელებისა ველოსიპედებზე გადაჭდა, თითქოს მოიმატა ამით დაკავებების რაოდენობამ. London Times-ი წერდა 1879 წელს, რომ ლონდონშიო ვის აღარ ნახავთო ველოსიპედზე, თითქმის ყველა ასაკის და ორივე სქესის ადამიანები ერთობიან. 1878 წელს ფრანგული გაზეთები იუწყებოდნენ, რომ ორმა ტანმოვარჯიშის მასწავლებელმა ნიციდან კლერმონ ფერანამდე იარა 800 კილომეტრი, ეს იყო ყველაზე გრძელი გზა, რაც ველოსიპედით იმ პერიოდში ჰქონდა ადამიანს გავლილი და სხვა შორის კლერმონ ფერანის მიშლენის ცნობილი მიშლენის ბორბლების სამშობლო გახლავთ. ფაქტია, რომ მე-19 საუკუნის 60-იან წლებში მიშოს ველოსიპედებმა ამ ტრანსპორტის განვითარებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა, მაგრამ ეს ჟურნალისტებმა ამოქექეს. აღმოჩნდა, რომ ეს მიშოს გამოგონება არ ყოფილა. ველოსიპედის ასეთი პრინციპი გამოიგონა ვინმე ლალმანმა, ეს ლალმანი პიერ ლალმანი გახლდათ ფრანგი, რომელიც ემიგრირდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, იქ გააკეთა, მაგრამ თვითონ ვერ დანერგა, მაგრამ პატენტი ჰქონდა, რაც თავარია. და ამიტომ მოუწია ძმებ ოლივიეებს, რომლებიც იდგნენ მიშოს უკან, ანუ ეს იყვნენ ძმები, რომლებსაც ჰქონდათ თავიანთი რკინის და ფოლადის ქარხნები, ეს ოლივიე არ არის.
სალათი რომ მოიგონა, ძინამრეწველები იყვნენ ისინი და აი ამ ორმა ჯგუფმა საბოლოოდ შემდეგ მოილაპარაკა და ლალმანის პატენტით უკვე გამოდიოდა მიშოს ველოსიპედები და ორივე მხარე, უпроსტად სამივე თუ ძმებსაც ჩავთვლით ოლივიებს, სამივე მხარე მოგებაში დარჩა საბოლოოდ და მაგრამ მიშოს სხვაშორის ჰქონდა თავისი გამოგონებაც, ეს გახდა ცხოვრების საკრეჭი მაგრატელი, რომელიც დღემდე გამოიყენება და საკმაოდ საჭირო ნივთია, ალბათ დამეთანხმებიან ისინი, ვისაც სხვარი ყავს. ამბობენ რომ სხვაშორის რუსებიც ჩაეჩარენ ველოსიპედიო, ჩვენ გამოვიგონეთო ვინმე ეფიმ არტამონოვი ამოჩიჩქნეს, რომელმაც თურმე გააკეთა მე-17 საუკუნეში ველოსიპედი, რა თქმა უნდა, ტყვილი აღმოჩნდა ვერანაირი საბუთი ვერ დადეს, რომ არტამონოვის ველოსიპედი და არა დრეზის და მე-19 საუკუნის 70-იანი წლებია და ინგლისში ჩნდება სრულიად ახალი კონსტრუქცია ველოსიპედის, რომელსაც penny farthing ეწოდება. მოგესალმებით ინგლისელებს უამრავი დამაბნეველი ფულადი სისტემა აქვს. ხო, ფუნტი სტერლინგი ხო არის, შილინგი არის, პენი არის, პენსი არის, ფარტინგი არის, რა ვიცი, მილიონაერი ჩვენ რა გვაქვს აბაზი შაური მანეთი, ხო? და პენი ფარტინგი რატო დაარქვეს? იმიტომ რომ მას ჰქონდა ძალიან დიდი წინა ბორბალი, დიდი დიამეტრის და პატარა დიამეტრის უკანა ბორბალი. მიშოს პრინციპი იყო დანარჩენი, დიდ ბორბალზე იყო დამაგრებული პედლები და პენის და ფარტინგის შედარებაც, ანუ შეფარდებაც ასეთი პენი უფრო დიდი მონეტა იყო, ფარტინგი პატარა და სწორედ ამიტომ დაარქვეს პენი ფარტინგები ამ ველოსიპედებს და ძალიან რთული იყო მასზე დაჯდომა. ერთი პლუსი ის ჰქონდა, რომ ერთ ამ მოტრიალებაზე იმდენად დიდი იყო დიამეტრი ამ ბორბლის, რომ დიდ მანძილს გადიოდი. მაგრამ გაჩერება ველოსიპედის აქედან ჩამოსვლა და შემდეგ უკანასვლა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ პრობლემებთან იყო დაკავშირებული და ასეთმა პენი ფარტინგმა ვერ მოიპოვა პოპულარობა და ხო რა ახასიათებდა კიდე თუ ძალიან სწრაფად დაამოხრუჭებდი აფრინდებოდნენ ხოლმე საჭეს. ახლაც ხდება ასეთი რამ, ამიტომ როგორც წესი წინა მუხრუჭები უფრო ნაკლებად მკვეთრია ხოლმე, უფრო მეტი ძალა ჭირდება რომ დაამოხრუჭო და უფრო ძლიერი დამოხრუჭება, უფრო ძლიერი მუხრუჭები უკანა ბორბალზე დგება ხოლმე. რომ რატომ? იმიტომ რომ ძალიან სწრაფად თუ დააჭირე წინა ბორბალს ინერციის ძალით გაჩერდება ველოსიპედი და უბრალოდ როგორც ცხენი აგდებს ხოლმე მხედარს, აი ესე გადაგაგდებთ. კვლავ ველოსიპედს რაღაც აკლია. რაღაც აკლია, რომ რაღაც საყოველთაო ტრანსპორტად, საყოველთაო ხობის ნაწილად იქცეს და აი 90-იანი წლებისთვის, როგორც იქნა, ჩნდება ბაზარზე უსაფრთხო ველოსიპედი. მას ორივე ბორბალი აქვს ერთი ზომის, მას პედლები აქვს დამაგრებული ჩარჩოზე, პედლებზე მიმაგრებულია ხრახნი, ხრახნზე გადაცმული არის ჯაჭვი, პედლების ძალით გადაცემული ენერგია გადაეცემა უკანა ხრახნს და ველოსიპედი უკანა ბორბლის საშუალებით მიდის წინ. რატომ იყო ეს კონსტრუქცია უსაფრთხო? იმიტომ რომ თქვენ ბორბლების უკან გადაწევით შეგეძლოთ ველოსიპედი სწრაფად გაგეჩერებინათ, ხოლო აი ამ პედლების ტრიალით თქვენ რაც უფრო სწრაფად დაატრიალებდით, სწრაფად წახვიდოდით, ნელა დაატრიალებდით, ნელა წახვიდოდით და ეს იყო უკვე პრინციპში ის საბოლოო სახე ველოსიპედისა, რომელიც მან ტექნიკური მხრიდან მიიღო, მაგრამ მას კიდევ აკლდა რაღაც. რა აკლდა და ბორბალი, რომელიც არ იხრიალებდა. ბორბალი მაშინ რეზინი და კაუჩუკი ახალი შემოსული იყო, მას ძირითადად იყენებდნენ ლაბადების გასაკეთებლად, რაღაც ფეხსაცმელების, ლანჩებისთვის, სხვადასხვა რაღაცების, მაგრამ ის რომ ბორბალში შეიძლებოდა მისი გამოყენება, ამის აზრი არავის არ მოსვლია თავში, მოუვიდა ვინმე შოტლანდიელ ვეტერინარს სახელად ჯონ ბოიდ დანლოპს, რომელსაც აგერ ამოუვიდა მისი შვილის ხრიგინი ველოსიპედში, ხმაურს გამოცემდა იგი და ადგა და შლანგებისგან, რომელიც რეზინისგან იყო დამზადებული, გააკეთა ბორბლები, რომლებიც დააკრა შემდეგ აი ამ რკინის ბორბალს და ჰოის აუცრებამ გაბერა მერე ჰაერით და ჰოის აუცრებამ ველოსიპედი გადაიქცა უკომფორტულეს ტრანსპორტად. ამას თვალი დაადგეს ვაშოვის ბელფასტელმა ველოსიპედისტებმა პირველებმა მათ გამოიყენეს, რა თქმა უნდა დახვეწეს შემდეგ ეს
პნევმატური ბორბალი რეკორდულ დროში ჩავიდნენ ბელფასტიდან ლონდონში და მოახდინეს სრული ფურორი. Dunlop-მა სხვადასხვა მეორე დღესვე როგორც კი ეს ამბავი გასკდა და ლონდონმაც გაიგო მისი ფორმულების შესახებ მის გამოგონებ ჰარვი კროსთან ერთად დაარსა Dunlop Rubber Company, რომელიც დღემდე უშვებს საუკეთესო ხარისხის რეზინის ინვენტარს და მათ შორის ცნობილი არის Dunlop-ის მიერ გამოშვებული ჩოგბურთის ბურთები, ყველაზე კარგი მაღალი ხარისხის. ველოსიპედისტებს შეხვდებოდით უკვე ყველგან. ყველა ველოსიპედზე იჯდა, სამღვდელოებიდან დაწყებული, საერთოდ პირველად პროტესტანტმა მღვდლებმა აითვისეს, შემდეგ მონაზვნებიც დასხდნენ, კარგახანი მიდიოდა ბჭობა კათოლიკურ ეკლესიაში, შეიძლებოდა თუ არა პასტორებისთვის დაჯდომა ველოსიპედზე საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჯორი და ცხენით სიარულს კვლავ ველოსიპედით სიარული ჯობდა, იმიტომ რომ კაცილებით იაფიუჯდებოდა ეკლესიას. მოკლედ თანდათან ველოსიპედი გადაიქცა პროგრესულობის ნიშნად, ველოსიპედმა შეაღწია აზიის ქვეყნებში და მოგეხსენებათ დღეს რა რაოდენობის ველოსიპედებია, თუნდაც იგივე ჩინეთში, პაკისტანში, ინდოეთში და სკანდინავიის ქვეყნებში, ჰოლანდიაში, კანადაში ველოსიპედზე მჯდომი პოლიტიკოსები სხვადასხვა ყოველთვის წარმატებას აღწევდნენ ხოლმე არჩევნებში, იმიტომ რომ ითვლებოდა რომ ველოსიპედზე ჯდომა არის ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა და დღემდე სხვადასხვა ქალაქის მერები და ზოგჯერ პრემიერ-მინისტრებიც კი ველოსიპედებით დადიან სამსახურში. და არა ფერარებით სოფლებში. გავიხსენოთ ახლა კიდევ ერთი კარლი, რომელიც დრეზისგან ცოტა მოშორებით ცხოვრობდა იმავე სოფელში, ეს გახლდათ კარლ ფრიდრიხ ბენცი. ბენცი, რომელმაც თავისი პირველი შიდაწვიძრავიანი მანქანა გამოიგონა და ველოსიპედს იგი კონკურენტად არ თვლიდა. კონკურენტად არ თვლიდა, იმიტომ რომ იგი ამბობდა, ადამიანი, რომელიც ველოსიპედზე დაჯდა, მან იგრძნო, რომ მას შეუძლია ნებისმიერ ადგილას მივიდეს, რათა მისი ფრთები უფრო კარგად გაიზარდოს და უფრო თავისუფალი გახდეს, მას სჭირდება გადაჯდომა უფრო პროგრესულ ველოსიპედზე, როგორცაც ვქმნი მე, ანუ მანქანას. მანამდე კი 1888 წელს ფრანგულ ჟურნალში დაიბეჭდა კარიკატურა, სადაც ველოსიპედზე უკან იდგა ორთქლის მანქანა. მოგეხსენებათ, მაშინ ყველაფერი ორთქლზე მუშაობდა, ხო? დაზგები ორთქლზე იყო, მატარებელი, გემები, ორთქმავლები იყო, ხო? ანუ ორთქლის ძრავი იყო ყველაზე პროგრესული ძრავი იმ პერიოდისთვის. და ამით შთაგონებულმა ორმა ადამიანმა, რომელთა გვარები იყო დაიმლერი და მაიბახი, ველოსიპედზე დაამაგრეს შიდაწვის ძრავა და გადააქციეს იგი მოტოციკლეტად. მოტოციკლეტად, რომელიც დღემდე ძალიან პოპულარული და ძალიან, დღეს ისეთი მოდელები გამოდის, რომლებიც მანქანებზე ორჯერ, სამჯერ უფრო ძვირია. მოკლედ, ეს გვარები თქვენთვის ცნობილია. დაიმლერის შემდეგ ბენცთან ერთად გაერთიანდა და დაიმლერ-ბენცის ქარხანა გაიხსნა, რომელიც უშვებს მერსედესებს. და მაიბახი მოგეხსენებათ ვინც არის. გასაკვირი იქნებოდა რომ ასეთი გამოგონება სამხედროებს არ გამოიყენებინათ. 1871 წელს ფრანკ-პრუსიის ომის დროს გამოიყენეს ველოსიპედები და მათი საშუალებით გადაჰქონდათ წერილები და ასევე სხვადასხვა გამოყავდათ მსუბუქად დაჭრილები საბრძოლის ველიდან. პირველ მსოფლიო ომშიც ანალოგიურად იყენებდნენ მას და უკვე მეორე მსოფლიო ომისთვის ვერმახტში არსებობდა სპეციალური ველო დივიზიები. 1940 წლისთვის გერმანიამ სამხედრო ტიპის თითქმის 2 მილიონამდე ველოსიპედი გამოუშვა, მათ სახელად ერქვათ ტოპი ფაღად M42. ეს იყო უნიკალური კონსტრუქცია. უნიკალური არა მხოლოდ თავისი სავალი ნაწილით, არამედ იმ კომპაქტურობით და აი ზუსტი გერმანული გათვლით გაკეთებული სათავსოებით, რომელშიც სამხედროსთვის საჭირო ყველა ინვენტარი საბრძოლოდან დაწყებული, საკვებით დამთავრებული ეტეოდა. დღეს ასეთი ველოსიპედები ძალიან ძვირი ღირს, ორიგინალურები, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ 2 მილიონი იყო დამზადებული, ესეთი კარგად შემონახული ასეთი ველოსიპედები ცოტაა და ჩნდება ხოლმე ბაზარზე, eBay-ზე, მაგრამ მათი ფასი ათასებია. ასე რომ მხოლოდ ძალიან ფანატს თუ აქვს საშუალება, რომ ასეთი ველოსიპედი იყიდოს.
ასეთი კურიოზიც მოუვიდათ გერმანელებს, რადგან მათ მთელი ევროპა ველოსიპედით შემოიარეს 41 წელს, როდესაც მოადგნენ საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი დივიზია იყო ველოსიპედისტების და შემოვიდნენ თუ არა 2 კილომეტრის გავლის შემდეგ ველოსიპედები ხრამში გადაყარეს, რატომ? იმიტომ რომ გზები მოგეხსენებათ რუსეთში ახლა როგორია და მაშინ რა იქნებოდა. მართალია ეს მარტო რუსეთი არ იყო, იქ ბელორუსიც იყო, უკრაინა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საბჭოთა კავშირის გზები იმ გაწკრიალებული ავტობანებისგან განსხვავებით, რა თქმა უნდა, არანაირ შანსს არ იძლეოდა რომ ველოსიპედით რამენაირად ისინი გადაგელახა. ხოჭო მე-18 საუკუნეში გაჩნდა ასეთი გამოთქმა, то, что русскому хорошо, немцу смерть. ანუ რაც რუსისთვის ჩვეულებრივი კარგი ამბავია, იგი გერმანელისთვის სიკვდილის ტოლფასია და მართლაც ასეა ხშირ შემთხვევაში. განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ველოსიპედმა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, რატომ? იმიტომ რომ ქარხნები გაჩერებულია, მანქანებს ვერ უშვებენ და თუ უშვებენ ხალხს ფული არ აქვს, სული აქვს რამე საკვები იშოვონ, ტანსაცმელი იშოვონ, სახლი დანგრეულია, ყველაფერი აპარტახებულია ევროპა წევს ნანგრევებში და ამ დროს ველოსიპედი არის ყველაზე იდეალური საშუალება გადაადგილების. იტალიაში ასეთ ვიტორიო დე სიკა, გენიალური რეჟისორი, იღებს ძალიან კარგ ფილმს ველოსიპედის გამტაცებლები და სიუჟეტი ასეთია, რომ იქ ადამიანი უნდა მოეწყოს სამსახური ძალიან ჭირს იტალიაში, ყველა სამსახურს ეძებს და ერთ-ერთი პირობა არის ის, რომ ადამიანს უნდა ყავდეს ველოსიპედი, ანუ მას შეეძლოს გადაადგილება და მხოლოდ ამ პირობით იღებენ ფილმის გმირს, იღებენ სამსახურში და იმავე დღეს მას მოპარავენ ველოსიპედს. დრამა ძალიან კარგი, ნეორეალიზმის იტალიური ნეორეალიზმის კლასიკური ნიმუშია და თუ არ გაქვთ ნანახი აუცილებლად ნახეთ. ხო მე დამოვიწყდა, მე თქვა გერმანელებმა 4 მილიონიან ჰოლანდიაში, როდესაც მისი ოკუპაცია მოახდინეს, 2 მილიონი ნახევარ ველოსიპედს გაუკეთეს კონფისკაცია, ამოიღეს. და შემდეგ გადააკეთეს უკვე თავიანთ ფარადებად, რომლებიც აღჭურვეს, რა თქმა უნდა, ყველა იმ დანამატით, რაც მათ ველოსიპედებზე იყო. რა ხდება თანამედროვე გერმანიაში? გერმანიაში 83 მილიონ ადამიანზე არის დაახლოებით 300 მილიონი ველოსიპედი. საშუალოდ ასე ითვლება, ამ 83-ში შედის ახალშობილიც და ღრმად მოხუცებულიც. ძალიან ბევრი ველოსიპედია, ოჯახში ხშირად 2-3 ველოსიპედია, იგი წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ სატრანსპორტო საშუალებას. ველოსიპედების საშუალებით, სპეციალური კონსტრუქციის ველოსიპედების საშუალებით გერმანელებს დაყავთ თავიანთი შვილები სკოლებში, საბავშვო ბაღებში. მათ გადააქვთ მცირე გაბარიტის ბარგი ველოსიპედით, გადააქვთ ფოსტა, როგორც წესი, ფოსტა და ამანათები, პატარა ზომის ამანათები ველოსიპედებით დააქვთ პოსტალიონებს და რა თქმა უნდა, ველოსიპედი არის ჩვეულებრივი სატრანსპორტო საშუალება, რომლის საშუალებითაც თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას მოხვდეთ. განსაკუთრებით ამაში ხელს გიწყობთ ის, რომ არის ველობილიკების სრული ქსელით დაფარული მთელი გერმანია და ყველა ქალაქი და პარალელურად ამისა ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებაში შეგიძლიათ ველოსიპედის ატანა, იქნება ეს მატარებელი, მეტრო, ავტობუსი, გემი, აი მაგალითად ჰამბურგში სატრანსპორტო საშუალებად ითვლება პატარა ზომის გემები. აქ შეგიძლიათ ბილეთის საფასურში შედის მისი აყვანა. ერთადერთი შეზღუდვა, ესეთი არაფორმალური შეზღუდვა არსებობს პიკის საათებში. როდესაც თქვენ შეატყვეთ, რომ გადავსებულია ვაგონი, რაც მე პრინციპში არასდროს შემხედრია, ამ შემთხვევაში ველოსიპედით არ უნდა შეხვიდეთ არც ვაგონში, არც ავტობუსში. აუცილებელია ველოსიპედს ჰქონდეს გარკვეული აქსესუარები. პირველ რიგში ეს არის სანათები, წინა და უკანა სანათი და ძალიან ხშირად გერმანელებს ორივე უნთიათ ხოლმე დღისითაც კი მზეში. ამას ვერ ხვდები რატომ. აუცილებელია გქონდეთ ზარი გასაფრთხილებლად, რა თქმა უნდა, და სასურველია რომ გქონდეთ დაზღვევა. მაგრამ დაზღვევა მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ველოსიპედის 10%-ის, მინიმუმ 10%-ის საფასურის სამაგრი გაქვთ, ანუ აი ეს ხუნდი, რომლითაც თქვენ ველოსიპედს აბავთ. თუ თქვენ რაღაც
3 ევროიანი აი ამ ჯაჭვით დააბით თქვენი 1000 ევროიანი ველოსიპედი არც ერთი სადაზღვევო ამას არ აგინაზღაურებთ. აუცილებლად უნდა იყოს სერიოზული ფირმის, სერიოზული ნაწრთობი ფოლადის, თუმცა ამასაც მშვენივრად იპარავენ. აგერ მე ვარ ცოცხალი მაგალითი, ჯერ თბილისში მომბარეს ველოსიპედი და სხვათა შორის ვიპოვე რამდენიმე კვირაში. უკვე გასაყიდად გამზადებული, მაგრამ გერმანიაში ჩამოვედი თუ არა რამდენიმე კვირაში შევიძინეთ ველოსიპედი და ზუსტად 5 წუთით დავტოვე ეზოში, ეზო იყო დაკეტილია, ჩვენი ეზო იკეტება, ველოსიპედი იყო დაბმული ჯაჭვით. ამოვედი სახლში, 5 წუთში ჩავუბრუნდი და ველოსიპედი აღარ დამკვდა. მივედით რა თქმა უნდა ეგრევე პოლიციაში და პოლიციელმა გითხრა რომ თვილად გაქვთ იმედი თქვენ ველოსიპედი ახლა უკვე სადღაც აღმოსავლეთ ევროპის ან ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიისკენ მიდისო და სხვა შორის მაშინ გამახსენდა რომ ის ველოსიპედი მე რომ მომბარეს და მე ვიპოვე ის გერმანიაში იყო თავის დროზე მოპარული, იმიტომ რომ ისგანაც ვიყიდე, ყოველ შემთხვევაში ასე მითხრა რომ გერმანიიდან ჩამოვიტანეო, ასე შეკვეთა მქონდა. დღეს ქურდობა ველოსიპედების არის ერთ-ერთი სერიოზული დისკომფორტი გერმანიაში. მე მაგალითად ველოსიპედს გარეთ არ ტოვებ, ჩამყავს სარდაფში და ეს სარდაფი კიდე 3 ურდულით მაქვს დაკეტილი, იმიტომ რომ ველოსიპედები საკმაოდ ძვირია. ახლა უკვე ნადირობა მიდის ელექტროველოსიპედებზე, რომელთა ფასი ხშირად 4-5 ევროა. უკვე არის საშუალება რომ უფასოდ პოლიციაში თქვენ მიიყვანოთ თქვენი ახალი ნაყიდი ველოსიპედი და მასზე ლაზერის საშუალებით დააქვთ სპეციალური დამღა, რომელიც არ ჩანს, სპეციალური ხელსაწყოა, რომლის საშუალებითაც ხდება მისი აღქმა და თქვათ თუ თქვენ ვერ ამტკიცებთ რომ ეს თქვენი ველოსიპედია, აი სწორედ ამ დამღას თუ წაიკითხავს პოლიციელი და დაადგინს რომ თქვენია, რა თქმა უნდა დაგიბრუნებენ. რაც შეეხება სტატისტიკას, დაახლოებით 250,000 ველოსიპედის მოპარვა ხდება ყოველწლიურად. თუ ჩავთვლით რომ საშუალო ფასი ველოსიპედის აი ყველაზე ცოტა 200-250 ევროა, გადათვალეთ ახლა რამხელა ფული გეთდება და ამხელა ბიზნესია ეს ყველაფერი და სხვა შორის ამ ბიზნესში ამას წინათ გამოავლინეს სტრასბურგში რუსეთის საკონსულოს თანამშრომლები დაიჭირეს, რომლებსაც 2 თვეში გაყიდული ჰქონდათ 100,000 ევროს მოპარული ელექტროველოსიპედი. საკონსულოს თანამშრომლები სტრასბურგში წარმოიდგინეთ. მთელი საკონსულო ჩართული იყო მოპარული ველოსიპედების გაყიდვაში. მათ რა თქმა უნდა ეს დიპლომატიური იმუნიტეტი იცავდა და როგორ დადგინდა, ესე იგი ძალიან ხშირად eBay-ზე ჩნდებოდა ერთი და იგივე მისამართზე ველოსიპედების გაყიდვის განცხადებები. და დაეჭვდნენ, იმიტომ რომ აი დღეში 10-15 იდებოდა. ესე იგი მთელი ქსელი ჰქონდა ამ ხალხს ქურდების, რომლებიც იპარავდნენ ველოსიპედებს, შემდეგ შეყავდათ საკონსულო შენობაში და საკონსულო შენობაში მოიხსენებათ ჩვეულებრივი პოლიცია ვერ შედის, იგი დაცული არის იმუნიტეტით დიპლომატიურით და აი ესეთი ის ჰქონდათ მოწყობილი და იძულებულები გახდნენ ეს ადამიანები რომ დაეტოვებინათ სტრასბურგი, მაგრამ 100,000-ებიც ჩაიდეს ჯიბეში და ისე წავიდნენ. ახლა კი ის კითხვა, რომელზეც პასუხის მოფიქრება გთხოვეთ, ანუ ლეონარდო და ვინჩის ველოსიპედი რატომ ვერ ივლიდა. კიდევ ერთხელ დააკვირდით ამ ნახატს. ჯერ ერთი გაიხსენეთ, რომ ლეონარდო იყო ძალიან სკრუპულოზური და მეთოდური, როდესაც რამეს ხატავდა ან ხაზავდა. ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო ისეთი, რომ აი თითქოს ხელს მოკიდებდი და უკვე შეგეძლო რომ მისგან რაღაცა ან მისი ნახაზების მიხედვით შეგეძლო რაღაც გაიკეთებია, რომელიც იფრენდა, ივლიდა, გაისროდა, დაუკრავდა და ასე შემდეგ. ხოლო დააკვირდით ბიჭიკლეტა თითქოს რაღაცა ბავშვის ნახატი ვითარეს. და რაც მთავარია დააკვირდით მის პედლებს. პედლები ბორბლებს ცდება ქვემოთ. წარმოიდგენიათ ასეთ ველოსიპედზე ჯდომა.
მაშასე გასრულდა დღევანდელი ვიდეო. იმედია მოგეწონათ, თუ მოგეწონათ იცით რაც უნდა გააკეთოთ. ძალიან შორსაც არ წახვიდეთ, იმიტომ რომ მე ძალიან მალე დაგიბრუნდებით, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო ვიდეოებით და ეს თვე საკმაოდ დატვირთული იქნება საინტერესო ინტერვიუებით, ძალიან საინტერესო ინტერვიუებით, რომლის საშუალებითაც ჩვენ ძალიან ბევრ ახალს გავიგებთ. მაშასე, ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ, მომავალ შეხვედრამდე.